უერთდები სრულიად საქართველოს უაღრესად დიდ ტკივილს უწმიდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დიდი მეუფის მამის ჩვენის ილიას გარდაცვალების და ამ ქვეყნიდან გასვლის გამო ჩვენთვის ყველა ადამიანისთვის უაღრესად დიდი ტკივილია ეს, თუმცა ჩვენთვის ადამიანებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის ის ფარველი ანგელოზია და ეს გვაძლევს იმედსა და ნუგეშს. დღეს ვისაუბრებთ ჩვენ საეკლესიო მუსიკაზე, საგალობლებზე, იმაზე რაც მას ძალიან უყვარდა და რისი შემოქმედით თავად გახდათ. საბჭოთა პერიოდის შემდგომ, მაშინ როდესაც ეკლესიებში ძალიან შეზღუდულად ჟღერდებოდა საგალობლები, ილია მეორემ შეძლო რომ დაებრუნებინა საგალობლები ეკლესიაში, მან დააარსა და გააძლიერა საეკლესიო გუნდებიც და ხელი შეუწყო და წაახალისა ახალგაზრდა თაობა საგალობლების შესრულებისკენ. ასე ვთქვათ, საგუნდო მუსიკა გარდა იმისა და ეს საგალობლები გარდა იმისა, რომ არის რელიგიური პრაქტიკის ნაწილი და ღვთისმსახურებისას სრულდება, ასევე სულიერ განწყობასა და ღვთის დიდებას ემსახურება. ამის გარდა ეს არის ქართული კულტურის მემკვიდრეობა, უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა, რომელიც პატრიარქმა შეინარჩუნა და ასევე აღსანიშნავია ანზორ ერქომაიშვილის როლიც ამ ყველაფერში, რომელზეც კარგად ისაუბრებს ჩემი სტუმარი მიშო ჯავახიშვილი, რომელიც გახლავთ საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმები მიშო, ძალიან დიდი მადლობა ასეთ დროს ჩვენთან სტუმრობისთვის და მოდი ვისაუბროთ საგუნდო მუსიკაზე, ზოგადად საგალობლებზე. რა მნიშვნელობის არის ის და როგორ თუნდაც ასეთ სიტუაციებში რა როლს ასრულებს ის სულიერებაში, ასე ვთქვათ და პირველ რიგში ქართულ კულტურაში. თანაუგზნობ ჩვენ ქვეყანას ერს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს. ჩვენ ხედავთ ამხელა ძალა აქვს პატრიარქს, მის მიცვალებას და როგორ აერთიანებს ის არა მარტო ქართველ ერს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ქართულ გალობას, ეს არის ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ჩვენი ერის ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. რა თქმა უნდა, სანამ ვისაუბრებთ მაგალითად პატრიარქობის პერიოდში გაკეთებულ ძალიან დიდ საქმეებს, რომელიც გალობის კუთხით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ, ჩვენ უნდა გადავალოთ იმ ისტორიებს და დიდ ისტორიას ამ შემთხვევაში და იმ პატარა ისტორიებს თვალი და იმ პერიოდებს, როცა ქართული გალობა დაიბადა ამ შემთხვევაში და დამკვიდრდა საქართველოში. რა თქმა უნდა, ქართული საგალობელი ეს ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ალბათ. რა თქმა უნდა, ქრისტიანობის შემოსვლის და დაფუძნების, ასე ვთქვათ, დამკვიდრების პერიოდს მოიცავს ქართული გალობის დაარსებაც, დაბადებაც და ჩვენ, ასე ვთქვათ, რაღაც რამდენიმე აი ამ პერიოდებში საუკუნეების განმავლობაში გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი წერილობითი წყარო. პირველი უნდა ითქვას ის, რომ სავარაუდოდ ამ შემთხვევაში თავდაპირველად ქართული საგალობელი ამ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც ლიტურგიაზე სრულდებოდა, უნდა ყოფილიყო მსგავსი ბიზანტიური გალობისა, მაგრამ ქართველი კაცის ბუნება, ქართველი ერის მუსიკალური ბუნება სწორედ მრავალხმიანობაშია. რითიც გამოვირჩევს. ქართველს არ შეუძლია რომ მუსიკალურად იაზროვნოს მონოდიური მუსიკალური აზროვნებით, ანუ ერთხმიანობით მხოლოდ. ის აუცილებლად მრავალხმიანობაში წარმოადგენდა შემდეგ ამ ყველაფერს. საუკუნეების აი პერიოდში, რა თქმა უნდა, ჰიმნოგრაფიული კულტურა, რომელიც ვითარდებოდა პალესტინაში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე, ეს პერიოდები არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ხდებოდა ბიზანტიურიდან თარგმნა ამ შემთხვევაში და ეს არის უკვე დაახლოებით მე-7 საუკუნე, როცა ჰიმნოგრაფიული კულტურა ამ შემთხვევაში შემოდის მონასტრებში და ჩვენ შეგვიძლია
უკვე მოვიშველიოთ იოანე პეტრიწის ცნობა გალობას სამხმიანობასთან დაკავშირებით, როცა უკვე მე-11 საუკუნეში იოანე პეტრიწი აღწერს ამ შემთხვევაში და ასახელებს პირდაპირ სამი ხმის, ასე ვთქვათ, წარმოშობის მისი სიტყვიერი შესატყვისის ამ შემთხვევაში ხმების ეს არის მზახრ, ჟირ და ბამ. სამი ხმა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ უკვე ამ შემთხვევაში ხო, მაგრამ მანამდე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-6 საუკუნეში ეს ცნობაც არსებობს, მე-6 საუკუნეში უკვე ქართველები გალობდნენ საკუთარ ენაზე, ქართულ ენაზე. რახან ქართულ ენაზე საგალობელი სრულდებოდა, აქ უკვე რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალხმიანობის პრინციპი და ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური სიმღერის და გალობის შესრულების ფორმა, რომელიც მრავალხმიანობაშია გამოხატული, ის უკვე არსებობდა. ძალიან კარგად გააკეთე კავშირი, ესე ვთქვათ, გაგვიხატე და გაგვაცანი. მე მგონი ხალხური მუსიკის კულტურას ძალიან დიდი როლი აქვს, ასე ვთქვათ, საგალობლებში და ჩვენ წელთაღრიცხვამდე უკვე პირველი წერილობითი წყაროები ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტის ნაშრომში ანაბაზისი არსებობს უკვე ცნობა, როცა ამ მიწაზე, სადაც დღეს საქართველოა, ადამიანები წყობრი ნაბიჯებით მიაბიჯებდნენ და ასრულებდნენ გარკვეულ შეძახილებს, მღეროდნენ, ანუ აი ეს ფორმა, ახლა მე რაინითაც ამას გადმოვცემ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ასე ვივარაუდოთ. ანუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე უკვე ამ მიწაწყალზე, სადაც საქართველო არის, არსებობდა ქართული, ასე ვთქვათ, მუსიცირების რითმული მხარეც, ასე ვთქვათ, სადაც ადამიანები მაგალითად როცა საბრძოლველად მიდიოდნენ. რა არის ხორუმი, ხო ამ შემთხვევაში? ფიალაზე გამოკვეთილი თასზე ამ შემთხვევაში, როგორც კი თვალით შეხედავ, ეს არის სამონადირეო ნაწილი. ანუ ხორუმი ჩვენ დღეს უყურებთ როგორც საბრძოლველ, ხო? ეს არის სამონადირეო ფერხული, რომელიც შემდეგ განვითარდა უფრო შეიფუთა სხვანაირად და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს პირველი პერიოდი, როცა მაგალითად მე-11 საუკუნეში მოვედით და შემდეგ ურთულესი ისტორიული პერიოდები, როცა ქართული გალობა, საერთოდ ქართველი ერი ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე წნეხს განიცდიდა, ხო? მერე უკვე ჩვენ მოვდივართ ავტოკეფალიის გაუქმებამდე. მე-19 საუკუნის პერიოდს გულისხმობ, ამ შემთხვევაში შუა საუკუნეების, რა თქმა უნდა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ აი ყველაზე რთული, ასე ვთქვათ, ეტაპი უკვე იწყება ავტოკეფალიის გაუქმებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაუქმდა ქართულ ენაზე ლიტურგიის აღვლენა. და სწორედ ამაზე უნდა მეკითხა პატრიარქის როლის შესახებაც მინდა აღვნიშნოთ და აუცილებლად შევეხოთ მის მიერ შექმნილ საგალობლებსაც, რომელიც ძალიან ემოციურია, რა ვიცი, მე მგონი ყველა ადამიანისთვის და აუცილებლად განვიხილოთ ეს ნაწილიც. უნდა ითქვას ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ როგორც კი პატრიარქი, რომელიც 54 წლის ასაკში ეკურთხა და ჩაიბარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმ პერიოდიდან იწყება ქართული ტრადიციული საგალობლების დამკვიდრება და ასე ვთქვათ, ხელახლა აღორძინება უკვე სამონასტრო, საეკლესიო სივრცეებში. პატრიარქმა ჩაიბარა 50-მდე ეკლესია. დღეს ჩვენ 2000-ზე მეტი ეკლესია გვაქვს, წარმოიდგინეთ. თითზე ჩამოსაცვლელი შეიძლება სასულიერო პირები. დღეს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი არის საქართველოში. მცირე რაოდენობა ეპარქიების, 46 ეპარქიაა, ხო თუ არ ვცდები. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ქართული, როგორც კი პატრიარქმა, მანამდე რა ხდებოდა, ეს იყო პარტესიული გალობა, ეს იყო ტაძრებში გალობებოდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი, ასე ვთქვათ, რუსულ კანონიკაზე, რუსულ ჰანგზე გაწყობილი საგალობლები. ეს იყო რაღაც მომენტში ჩვენ დღესაც მოგვისმენია ქართულ ენაზე, მაგრამ
სტილი თვითონ მუსიკალური სტილი არის თავიდან მესმის რასაც ამბობ. და პატრიარქის აღწერს მეუფე იოანე, როცა ამბობს, რომ მსმენელი, ანუ მრევლი, რომელიც ტაძარში იდგა ლიტურგიის დროს, როცა უსმენდა პარტერსიულ გალობას, იწყებდა საუბარს, ერთმანეთთან კონტაქტს, ამ შემთხვევაში, ანუ არ უსმენდა იმ თავარ საკრალურ ხას, რომელიც გალობაში. თავარ სიტყვას გეუბნება, ლოცვას ამბობს და გადმოცემის მუსიკა, რომელიც იმ მომენტში მრევლს და ლოცვის მსმენელს, ესე ვთქვათ, მარტივიანით, მუსიკასთან ერთად ეხმარება, რომ ის გაიაზროს ალბათ მივიდეს უფალთან, ის მივიდეს თავის ფიქრებით, თავის გულით, სიღრმისეულად ამ შემთხვევაში უფალთან. ამიტომ როგორც კი ტრადიციული კანონიკური საგალობელი იქ რამდენიმე გუნდი ასრულებდა ამ შემთხვევაში და ანჩის ხატის ტაძრის გუნდს უდიდესი როლი აქვს აი ამ კანონიკური საგალობლების დამკვიდრების საკითხში მალხაზ ერქვანიძეს, მასთან ერთად ლევან ვეშაბიძეს, დავით ჩუღლეშვილს და ყველა იმ წევრს, რომელიც ამ შემთხვევაში გუნდს წარმოადგენდა, ანჩის ხატის ტაძრის მგალობელთა გუნდს, რომლებიც პროფესიულად ჩაერთვნენ უკვე ამ კვლევის საკითხში და სწორედ ასე აღწერენ, რომ როცა იწმენდნენ კანონიკურ საგალობლებს, ხალხი მშვიდდებოდა და ანუ იწყებოდა უკვე ბუნებრივი პროცესი უფალთან საუბრის. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან საინტერესოა. სწორედ პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა და მისი შემდეგ შექმნილი პატარა საგუნდო ნომრები, რომელიც საგალობლებად ჩვენ შეგვიძლია მიშა, ძალიან დიდი მადლობა, უსაზღვროდ შეიძლება შენთან ერთად საუბარი ამ თემაზე და ნამდვილად ქართული საგალობელი, მე ვფიქრობ, რომ გამოირჩევა მრავალხმიანობით და მე ძალიან მიყვარს ბერძნული საგალობლებიც, რომელიც ერთხმოვანებას გულისხმობს, ასე ვთქვათ, თუმცა ძალიან ემოციურია. რომ პატრიარქის განჩინებით და წმინდა სინოდის განჩინებით საქართველოს ყველა ტერიტორიაზე უნდა იგალობებოდეს ქართული კანონიკური ტრადიციული საგალობლები. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი რუბრიკა. მე დაგემშვიდობებით, თუმცა ყველას გისურვებთ, რომ ის რაც უწმინდესმა გვითხრა, გვასწავლა, დაგვიბარა, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის, იმისათვის, რომ ერთმანეთს მივანიჭოთ ბედნიერება. მადლობა თიკო შენ და რა თქმა უნდა შენ სტუმარს მიშა ჯავახიშვილს. აქვე არ შემიძლია არ თქვა, რომ ქართული საგალობების ესე ვთქვათ შესრულების გვირგვინი იყო, როდესაც სიქსტის კაპელაში ქართული გალობა კვერძოდ კირიე ელეისონ გაისმა. ნამდვილად.